მოგესალმებით, მე შორენა ალიბეგაშვილი და ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. დღეს გადავწყვიტე და მინდა მოგიყვეთ თუ რას ნიშნავს ველნესი, რა სხვაობაა ველნესის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შორის და ზოგადად რას მოიცავს ეს კულტურა. 21 საუკუნის ყველაზე პოპულარული ტერმინი wellness თერაპია, wellness ცენტრი, wellness თუნდაც კვების რაღაც ინდუსტრიული კომპანიები, რომელიც უშვებს საინტერესო პროდუქტს, მაგრამ რას ნიშნავს wellness-ი? რა შედის ამ ტერმინის, რა დგას უпростоრედ ამ ტერმინის უკან? რას მოიცავს wellness-ი? მაშა სადამე wellness-ი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პირველ რიგში მინდა ჯერ ჩავშალო თვითონ wellness-ის მიმართულების პუნქტები, რას მოიცავს wellness-ი. დავიწყოთ იქიდან, რომ wellness-ი ეს არის ფილოსოფია, ეს არის კონცეფცია. თუ მედიცინა არის მიმართულება, რომელიც უკვე არსებული პრობლემის მოგვარებაში გეხმარება, wellness-ის მიმართულება გეხმარება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს wellness კონცეფციით, მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანი არ მივიდეს კონკრეტულ დაავადებამდე. ან თუ მივა, ეს პერიოდი იყოს შორს, ანუ უფრო გაწელოს, ხანგრძლივოს ადამიანის ახალგაზრდობის მდგომარეობა და ასევე გაუხანგრძლივოს ადამიანს სიცოცხლე. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ახლო ესეთი პარალელი ამ ორ მიმართულებებს შორის, wellness-ი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. და დღეს მინდა გაგიზიაროთ პუნქტები, ანუ ის მთავარი აგურები, მოდი ასე ვთქვათ, ან ის მთავარი ისრები, რომლისგანაც შედგება wellness კონცეფცია. ერთი სიტყვით, რა არის wellness? ეს არის ადამიანის მენტალური, ანუ ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის ბალანსი. სამწუხაროდ wellness-ი, როგორც ტერმინი, დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრი მანუფაქტურა, სტრუქტურა, ინდუსტრია იყენებს სათავისოდ და ხშირ შემთხვევაში ეს გამოყედება უარყოფითად აისახება ადამიანის ცნობიერებაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ და მიხვდეთ თუ რას ნიშნავს wellness-ი, ზუსტად ამისთვის მე მინდა, რომ დღეს მოგიყვეთ იმ 8 ძირითად მიმართულებაზე, რომლისგანაც შედგება ეს კონცეფცია და ასევე აუცილებლად უყურეთ ბოლომდე, ბოლოში მე გაგიზიარებთ იმ ჩემ wellness ვარჯიშებს, რომელიც მაქვს შედგენილი და რომლის დახმარებით ვინარჩუნებ ჩემ ჯანმრთელობას თითქმის 10 წლის განმავლობაში და ასევე თქვენ მიხვდებით ბოლოში თუ რა სხვაობაა ჯანსაღი ცხოვრების წესის შორის და wellness კონცეფციის შორის. იმისათვის, რომ ადვილად გაიგოთ თუ რა არის wellness-ი, მოდით დავიწყოთ სახლის მშენებლობა და ეს ჩვენი სახლი იქნება 8 სართულიანი. პირველი, რა თქმა უნდა, არის ფუნდამენტი და ფუნდამენტი არის ფიზიკური ჯანმრთელობა. რას მოიცავს ფიზიკურ ჯანმრთელობას? პირველი, ეს არის, აბა გამოიცანით, რა თქმა უნდა, კვება. მაგრამ კვება ჯანსაღ კვებაში არ იგულისხმება უბრალოდ კარგი პროდუქტებით შერჩეული საკვები, რომელსაც თქვენ მიირთმევთ და გააგრძელებთ ცხოვრებას. ეს არის თქვენი კონცეფცია, თქვენი მიდგომა კონკრეტულ პროდუქტთან. ეს არის თქვენი ცხოვრების წესი, სწორი პროდუქტების გამოყენების შედეგად უნდა იცოდეთ რა პროდუქტს ხებულობთ და ასევე უნდა ცნობიერად
გამოიყენოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც კონკრეტულად თქვენ ორგანიზმზე არის მორგებული და რა არის ამისთვის საჭირო, უნდა იცოდეთ თქვენი ორგანიზმი. მეორე პუნქტი, უпростоრედ ქვეპუნქტი ამ თავარი ფიზიკური მოძრაობის და აქტივობის სართულზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ძილი. რას გულისხმობს ძილი? სწორი ძილი. ეს ჩემი გამოგონება არ არის, დაიძინე დღეს და გაიღვიძე ხვალ. ეს არის ყველაზე სწორი, თუ კი რამე შეიძლება ადამიანმა გააკეთოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ყველა ჰორმონი, რომელიც მართავს ჩვენ სისტემას, ზუსტად ამაზე არის დამოკიდებული, ჩვენ სწორ ძილზე. შემდეგი არის მოძრაობა. რა იგულისხმება მოძრაობაში? რა თქმა უნდა, ვარჯიში, მაგრამ არ არის საჭირო, რომ თქვენ მოიკლათ საკუთარი თავი სავარჯიშო დარბაზში და შემდეგ წახვიდეთ, მიიღოთ ალკოჰოლი და კიდევ ბევრი არასწორ მიმართულებას მიმართოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესის კონცეფციაში მოძრაობა ეს არის სწორად შერჩეული ვარჯიშები, იოგა, სუნთქვის პრაქტიკები და ბევრი კიდე სხვადასხვა სამკურნალო ვარჯიში, რომელიც აკეთებს თქვენი სხეულის მენტალური, ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის გაჯანსაღებას. შემდეგი პუნქტი არის დასვენება. თქვენ ფიქრობთ ალბათ, რომ დასვენებაში იგულისხმება აუცილებლად ერთკვირიანი საგზური ან აუცილებლად მოგზაურობა საზღვარგარეთ. ან თუნდაც სახლში ერთი კვირა რომ არ გახვიდეთ სახლიდან და უბრალოდ იწვეთ სავარძელზე. თუმცა ესეც არ არის გამორიცხული თუ ეს გაბედნიერებთ, მაგრამ ყოველდღიური დასვენება ეს არის უფრო მეტი შედეგის მომტანი, ანუ პროფილაქტიკური დასვენება. დასვენება, რომელიც თქვენ სისტემას, რომელიც მუშაობს დაუღალავად მთელი დღის განმავლობაში, მისცემთ 5, მაქსიმუმ 10 წუთი გაჩერების საშუალებას, როდესაც თქვენ შეძლებთ და მისცემთ საკუთარ თავს სულ რაღაც 10 წუთიანი დასვენება ფიზიკური, მენტალური და ენერგეტიკული ბალანსის აღსადგენად. და რა თქმა უნდა, პროფილაქტიკა დაავადებების. თუ თქვენ იცით, რომ გაქვთ მიდრეკილება კონკრეტულ დაავადებისკენ, რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიხედოთ და გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არ გაიზარდოს და არ გადავიდეს უფრო რთულ მდგომარეობაში. შემდეგი სართული არის ემოციური. ველნეს კონცეფციაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ემოციურ ინტელექტს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სტრესებს, ზოგადად ადამიანის მენტალურ შინაგან სიმშვიდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს საკუთარი თავის ემოციების მართვა. შემდეგი სართული არის ინტელექტუალური. ანუ ველნეს კონცეფციაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ინტელექტს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ჭკვიანი და აუცილებლად ყველას უნდა დაუმტკიცოთ, როგორი მაღალი IQ-ს მატარებელი ხართ. ინტელექტში იგულისხმება თქვენი პიროვნული ზრდა, წიგნები, კურსები, რასაც თქვენ თუნდაც როგორც გამოწვევა სწავლობთ და თქვენ პიროვნული ზრდისთვის და თქვენი IQ-ს ამაღლებისთვის იყენებთ, არა მხოლოდ იმისათვის, რომ ცხოვრებაში გამოგადგეთ, არამედ იმისათვის, რომ თუნდაც მოახდინოთ პრევენცია დემენსიის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კრიზის მენეჯერი, როგორც გამოდიხართ თქვენ კრიზისული მდგომარეობიდან და როგორ იყენებთ თქვენ ინტელექტს ამ ყველაფრისთვის, ვარდებით თუ არა სტრესში, თუ ემოციური და დაბალანსებული მენტალური სხეულის დახმარებით თქვენ
ფიზიკურ მონაცემებს იყენებთ და გამოდიხართ თავისუფლად სტრესული მდგომარეობიდან. შემდეგი სართული ველნეს კონცეფციის სახლის მშენებლობაში ეს არის სოციალური ურთიერთობები. რა იგულისხმება სოციალურ ურთიერთობაში? რა თქმა უნდა, ხარისხიანი ეკოლოგიური ურთიერთობები. ამაში იგულისხმება მეგობრობა, ოჯახის მშენებლობა, სადაც ვიყენებთ ტრადიციას, სადაც ოჯახურ ფასეულობას აქვს ძალიან დიდი ადგილი, სადაც ურთიერთობებში არ ირღვევა ერთმანეთის პირადი სივრცე და ყველა ერთმანეთის პირად სივრცეს სცემს ძალიან დიდ პატივს. პატივისცემა, სიყვარული და რა თქმა უნდა, რწმენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ველნეს კონცეფციის ცხოვრების სახლის მშენებლობაში. შემდეგი სართული ეს არის სულიერი. სულიერი მდგომარეობა ეს არის რეფლექსია, ეს არის ცნობიერება, ეს არის როდესაც შენ გააზრებულად იცი, გრძნობ, რას აკეთებ, რისთვის ხარ და ზოგადად რა არის შენი ცხოვრების პრინციპები. ეს არის ფასეულობები, ეს არ არის მიზნები, ეს არის შენი შინაგანი კულტურა, შენი ცნობიერება და შენი მიდგომა საკუთარ პიროვნულ ზრდასთან სულიერად, რწმენით და რა თქმა უნდა ეკოლოგიურად. ეს არის მედიტაცია, არის ლოცვა, არის უბრალოდ საკუთარ თავთან, მოდი ასე ვთქვათ, სიჩუმეში დარჩენა. ეს არის ის კულტურა, რომელიც აუცილებლად უნდა განავითაროს ადამიანმა, თუ უნდა ველნეს კონცეფციით იცხოვროს. შემდეგი სართული არის ფინანსები. დიახ, ფინანსები. ზუსტად ფინანსები ეს მიმართულება, რომელიც ადამიანს ანადგურებს, თუ ის არასწორად, არაეკოლოგიურად მართავს საკუთარ ფინანსებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ცნობიერად ჰქონდას სწორი მიდგომა საკუთარ ფინანსებთან, რომ მართავდეს საკუთარ ფინანსებს, იცოდეს თუ სად უნდა ჩადოს ინვესტიცია, რაში არის მისი რისკი, რომელიც ძალიან ცუდად შემდეგ აისახება მის ფიზიკურ სხეულზე და მენტალურ მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, სწორი მართვა საკუთარი ფინანსების. არსებობს ნივთები, სადაც თუ ადამიანი ველნეს კონცეფციის პრინციპით ცხოვრობს, ის უბრალოდ არ დახარჯავს ფულს უაზრო ნივთებში და უაზრო მოქმედებებში. ანუ სწორი ეკოლოგიური მართვა საკუთარი ფინანსების, სადაც ადამიანი ცდილობს, რომ მაქსიმალურად შექმნას კომფორტი საკუთარი მენტალური სხეულის, რომ ფინანსურმა ენერგიამ არ დაანგრიოს მისი ფიზიკური მდგომარეობა. შემდეგი სართული ველნეს კონცეფციის მშენებლობაში არის პროფესიონალიზმი. ადამიანი, რომელიც ველნეს კონცეფციით ცხოვრობს, ველნეს ფილოსოფიის მიმდევარია, ის აუცილებლად ზრუნავს თავის პროფესიონალიზმზე. ანუ რას ნიშნავს ის? ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ გაიზარდოს, დაიხვეწოს, გახდეს უკეთესი იმაში, რაშიც ხედავს საკუთარი თავის პოტენციალს. არა იმისათვის, რომ უბრალოდ თქვას, როგორი მაგარია და როგორ წვერვალებს მიაღწია. არამედ იმისათვის, რომ თავისი პროფესიონალიზმი გაუზიაროს სხვას, დაეხმაროს სხვა ადამიანებს. ამისათვის დებს საკუთარ პროფესიულ ზრდაში საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, თუნდაც პატარას, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ისევ და ისევ იმისათვის, რომ იყოს ეკოლოგიური, იყოს მუდმივად პროცესში, მუდმივ მოძრაობაში და რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ დაეხმაროს სხვებს. და ბოლო სართული, მერვე სართული, ეს არის ეკოლოგიური მიდგომა. რას ნიშნავს
ეს არის თუ რამდენად ეკოლოგიური ხართ თქვენ არა მხოლოდ ურთიერთობაში, არამედ ყოფაში, რამდენად ეკოლოგიურად ცხოვრობთ, რამდენად თქვენ ზრუნავთ გარემოზე, რამდენად იყენებთ ეკოლოგიურ მასალებს, ნატურალურ ხეს, ნატურალურ ქსოვილებს თქვენ ყოფაში, თქვენ ყოველდღიურობაში, კვება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სწორად შერჩეული პროდუქტები, აბინძურებთ თუ არა თქვენ პირადად ეკოლოგიას, ბუნებას, როგორ ზრუნავთ თქვენ არა მხოლოდ თქვენ საკუთარ სხეულზე, სახლზე, არამედ იმ გარემოზე და იმ ადამიანებზე, ვინც თქვენს გარშემო ტრიალებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 8 პუნქტი wellness კონცეფციის მშენებლობაში. და აი ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ალბათ გააკეთებთ დასკვნას, თუ რამხელა სხვაობა არის wellness კონცეფციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შორის. ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის კვება, ეს არის დისციპლინა ვარჯიში და უფრო მკაცრია, უფრო მეტი დისციპლინა ვიდრე სხვა დანარჩენი. ხოლო wellness კონცეფცია მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ იქ არ არის ძალადობა. იქ არის ცნობიერი მიდგომა საკუთარ თავთან. ის მოიცავს ჯანმრთელობას არა მხოლოდ მოძრაობით, არამედ მენტალური მდგომარეობით, არამედ საკუთარ პიროვნულ ზრდასთან სწორი მიდგომით. ის უფრო დიდია, უფრო ფართია და ჩემი აზრით ადამიანი, რომელიც სულიერად და პიროვნულად არის უკვე გაზრდილი, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია wellness კონცეფციით ცხოვრება. ხოლო ჯანსაღი ცხოვრება ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ვარჯიში, სწორი კვება და ამით დამთავრდა ყველაფერი. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ wellness-ზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე, გვახსოვდეს, რომ wellness-ი ეს არის ჩათვალეთ თქვენი სამყარო, რომელშიც არის 8 სხვადასხვა მიმართულება დაბალანსებული. ეხლა გავაკეთოთ დასკვნა, რა არის wellness კონცეფცია. რა თქმა უნდა, wellness კონცეფციას აქვს ძირითადი საბაზისო მიმართულებები. ეს არის თქვენი ცხოვრების წესი, რომელიც ნაბიჯ, არა სწრაფი ნაბიჯებით, არა სიჩქარეთ, არამედ ნაბიჯ თქვენ ცნობიერად უკვე სულიერად, მენტალურად და ფიზიკურად აღწევთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ სამომავლოდ შეგიყვანთ ამ კონცეფციაში და საბოლოოდ მიიღებთ აი იმ ბედნიერების ფეერვერკს, რომელიც მოყვება ამ wellness კონცეფციის ცხოვრების პერიოდში. ეს არის თქვენი ელემენტარული ყოველდღიურობა. ეს არ არის რთული ვარჯიშები, ეს არ არის განსაკუთრებული მოგზაურობები, ეს არ არის ბევრი ფული, ეს არ არის სპეციალური რაღაცნაირად შექმნილი პირობები, ეს არის თქვენი შინაგანი კულტურა. თქვენ უბრალოდ უნდა შეისწავლოთ საკუთარი თავი, ისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, ფასეულობები, რომელიც თქვენში არსებობს, თქვენი ინტელექტი, რომელზეც თქვენ უნდა იმუშაოთ და რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფერს როდესაც შეაგროვებთ, ნელ-ნელა მიდიხართ და ცვლით თქვენს ცხოვრებას აი ამ პრინციპების გამოყენებით. ეს არის ელემენტარული თუნდაც თქვენი სურვილების დაკმაყოფილება. გინდა წყლის დალევა, დალიე, გინდა ტუალეტში გასვლა, გადი. ხო სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალობაა. ასევე, რა თქმა უნდა, wellness-ში შედის თქვენი ყოფა, ლამაზად დალაგებული სახლი,
გასაგებია რომ ყველას არ აქვს საშუალება რომ კონდეს განსაკუთრებული რემონტი ან განსაკუთრებული პირობების სახლში მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეკოლოგიურად ლამაზად და სუფთად შექმნათ ის პირობები რომელიც კარგად მოქმედებს თქვენ სენსორიკაზე ეს არის თქვენი შეხება რაღაც ნივთებთან კონკრეტულ რაღაც პროდუქტთან, თუნდაც კბილის პასტა. ეს არის თქვენი ყოველდღიურობა. ასევე არის სიამოვნება, რომელსაც თქვენ ღებულობთ. არ არის, აი ნახეთ, რა სხვაობა არის wellness კონცეფციით ცხოვრების ადამიანს შორის და ჩვეულებრივ ადამიანს შორის. იმისათვის, რომ მიიღოს სიამოვნება, მას არ სჭირდება რაღაცა გარე ფაქტორები, თუნდაც ალკოჰოლი ან რაღაცა ნივთიერებები. ის უბრალოდ ცდილობს, რომ ყოველდღიურობით შექმნას საკუთარი თავის გარშემო ისეთი გარემო, რომელიც მოიტანს სიამოვნებას და ბედნიერებას. და ბოლოს wellness-ი ეს არის კონტაქტი ბუნებასთან. ეს არის მზე, ეს არის ჰაერი, ეს არის ხე, მიწა, ფოთოლი, წყალი, ეს არის ყველაფერი, რაც გვაქვს ჩვენს გარშემო მოცემული სრულად, უფასოდ, უანგაროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რესურსი იმისათვის, რომ იცხოვროთ wellness კონცეფციით. თუ არ გაქვთ საშუალება, რომ იაროთ დარბაზში, იარეთ გარეთ, გამოიყენეთ აი ეს ბუნება. თუ არ გაქვთ საშუალება, რომ იაროთ ძვირადღირებულ აუზში გამოიყენეთ ამ ხელა რესურსი აქვს ჩვენ საქართველოს და რა თქმა უნდა თქვენი შინაგანი მენტალური მდგომარეობა რომელიც ასევე სრულად შესაძლებელია როდესაც სეირნობთ უბრალოდ ტყეში გამოიყენეთ ყველა რესურსი რაც მოგცათ ბუნებამ იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანისთვის როდესაც ჩვენს სულს მისცეს ასეთი სხეული თქვენ ყველა ხართ სასწაულის სხეულის მფლობელები და შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეცვალოთ და მოარგოთ გარემო საკუთარ სხეულს მხოლოდ ამისათვის უბრალოდ უნდა ისწავლოთ საკუთარი სხეულის მოსმენა ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ჩემი ვარჯიშები, რომელიც არანაირად არ არის გასახდომი, არც ცელულიტის გასაქრობი და ზოგადად ვარჯიშები, რომელსაც მე თითქმის უკვე 8 წელზე მეტია ვაკეთებ ყოველ დღე დილის რო ვიღვიძებ, ზოგადად ვცდილობ, რომ ძალიან ადრე ავდგე, მაგრამ რა დროც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა მეჩქარებოდეს, მე ამ კომპლექსს აუცილებლად ვაკეთებ. რატომ? იმისათვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ის ენერგია, რომელიც მე მჭირდება, რომ ყველაფერი შევასრულო, რასაც გეგმავ და ასევე რა თქმა უნდა, მთელი ჩემი სისტემა, რომელიც შედგება 12 სისტემისგან და თქვენი სისტემაც ასე შედგება, იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს დაბალანსებულად და რა თქმა უნდა, ჩემი განწყობისთვის. ეხლა გაგიზიარებთ ჩემ კომპლექსს და თუ შეასრულებთ ამ კომპლექსს ყოველ დღე, თქვენ შედეგს აუცილებლად დაინახავთ. პირველი ვარჯიში, როდესაც გაიღვიძებთ ლოგინში, აქ არ მაქვს ახლა ამის პირობები, მაგრამ აუცილებლად შემდეგში გაგიზიარებთ ჩემი დარბაზიდან, წოლით აუცილებლად ავწიოთ ფეხები და ხელები ზემოთ და ვაკეთებთ ვიბრაციულ მოძრაობას. შემდეგ დგებით და როდესაც დგებით უკვე, მე პირადად როდესაც დგები, ვიწყებ აი ასეთ მოძრაობას. ნახეთ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ავმუშავოთ ჩემი ტერფი. შემდეგ ვაკეთებ აი ასეთ მოძრაობას, თავისუფლად ხელები და მთლიანად სხეული. თან სუნთქავთ. და შემდეგ მიდის აი ესეთი მოძრაობა. პატარა ბავშვებით, აი ალბათ გინახავთ პატარა ბავშვები, ხოლმე აკეთებენ ასეთ მოძრაობას. აჰა. რაც შეიძლება უფრო სწრაფად.
შემდეგ ვაკეთებ სისტემის მთლიანად ამუშავებას. ამისათვის გადავდივარ ზედა ნაწილზე და ვაკეთებ გაწელვას ჯერ კისრის ერთი მხარე. ოღონდ ნახეთ, შევისუნთქეთ. მეორე მხარე. შემდეგ წინ. გვერდიდან ნახეთ როგორ ჩანს. არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ ასე. უბრალოდ გავარ და უკან. შემდეგ ვაკეთებ აი ასე და ვცდილობ რომ დავატრიალო ჩემი სხეული. ბზერა მიყვება ხელს. შემდეგ აი ეს ვარჯიში ზედა ხელს უყურებთ. და შემდეგ ვცდილობ რომ ავამუშავო ჩემი ხელები. შემდეგ მიდის მთლიანად ამუშავება შიგნით. და აი ეხლა ნახეთ შემდეგ ტრიალი წინ კარგია და შემდეგ გადავდივართ უკვე მოძრაობა მხრებით. უკან გადაწევით, წინ გადმოწევით და შემდეგ თითქოს ვიღაცა გაჩავს ხელებით ქვემოთ. ვცდილობ რომ გავწელო ქვემოთ მთლიანად სხეული. შესუნთქვა და ამოსუნთქვა. შესუნთქვა და ამოსუნთქვა. შემდეგ გადმოვდივარ ქვემოთ. ვდგები აი ასე. გაშლა და ვიწყებ მოძრაობას. ლიმფური სისტემისთვის ეს ძალიან კარგი ვარჯიშია. და ნელ-ნელა ჩავდივარ. ცოტა ხანი ვცდილობ რომ დავაფიქსირო, აი ნახეთ, შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ვაკეთებთ აი ასეთ მოძრაობას. და ვცდილობ რომ დავატრიალო ხელები ჯერ გარეთ, შიგნით და აი ახლა ნახეთ, მოძრაობთ და ამავე დროს პარალელურად მუშაობს სისტემა. შემდეგ გარეთ მერე ვაჩერებ და ნელ-ნელა ვაერთიანებ ხელებს. შემდეგ ვცდილობ რომ ავამუშავო ჩემი მუხლები და ამისათვის ვაკეთებ ჩაჯდომებს. ჩემ შემთხვევაში ყოველ დღეს 60 ჩაჯდომა უკვე ნორმაა. დავიწყოთ.
აი ესე ვაგრძელებ 60 ჯერ და კიდე ერთი ვარჯიში, რომელიც ასევე ძალიან კარგია ფეხებისთვის. ეს არის ნაბიჯები, რომელსაც ასევე ვაკეთებ დღეში სადღაც 30 ჯერ. ამას ვაგრძელებ 30 ჯერ. ბოლოს ვცდილობ რომ გავაკეთო ეს ვარჯიში, ვისაც გამოგივათ, ვისაც არა, ცადეთ. და შემდეგ ნელ-ნელა ვაერთიანებ ფეხებს. ვცდილობ რომ ნახეთ, ავიწიო. ამოვდივარ და ბოლოს სუნთქვა. გავაჩერეთ. შევისუნთქეთ. გავაჩერეთ. ეს არის ჩემი კომპლექსი. თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე თუ მოგეწონათ ჩემი არხი, თუ ზოგადად მოგწონთ ინფორმაცია, რომელსაც გიზიარებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. დატოვეთ კომენტარი. ეს არის მხოლოდ იმისათვის, რომ ამ არხს მისცეთ სიცოცხლე და მე მოტივაცია. მადლობა!